გამარჯობა, მოგესალმებით ტვინის გასაღების 36 ეპიზოდით. მე საბა ჯანაშია ვარ, ამ გადაცემის წამყვანი და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათური. გამარჯობა კიდევ ერთხელ მეგობრებო. მინდა თოკო გადაცემა დავიწყო, ესე რაღაც მოწოდებით თუ რავი, რჩევით თუ რავი რაც გინდა დაარქვით. მინდა რომ პირველ რიგში მოუწოდო ადამიანებს, ვინც რაღაც ჩვენი გადაცემის აზრი ცოტა ვერ გაიგო და ვერ გაიგო ჩვენ ვინ ვართ და რატო ვართ და რას ვაკეთებთ და მინდა ამავდროულად ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან, მხარს გვიჭერენ, ძალიან კომენტარებს გვიწერენ, ანუ მართლა რომ გულს გვითებობს და გვიხარ. ერთადერთი რაც ყველაზე დიდ мотивაციას გვაძლევს, არის ის, რომ ამ ხალხის მხარდაჭერას რო უგზნობთ. ჩვენი მსმენელების და ანუ მთავარი ჩვენი, მე ვფიქრობ, რომ გადაცემის მთავარი სათქმელი და მთავარი აზრი არის ის, რომ გულში რაც მაგ და გულში რაც გაქვს, ისინი ვილაპარაკოთ. უბრალოდ რეალობას და დღევანდელობას ვერანაირად ვერ გავექცევით და ამ აღნიშნებს რა აზრი გვაქვს, მაგას ვაფიქსირებთ. ჩვენ ხო არ ვართ არანაირად რაღაცა არხი, რომელიც რაღაცა ზემოდან პროდიუსერი ყავს და რაღაც ტექსტებს გვიწერს. არა გონიათ რომ ყავს. არა, ხო, იმათ ხო და აშკარად გონიათ რა, ეგეთი რაღაცა. ფიქრობენ რომ ხო და მინდა უბრალოდ რავი ძალიან წყარად მშვიდად მოუწოდო ამ ადამიანებს რომ მეგობრებო ჩვენ მე და თორნიკე ეს გადაცემა რომ გავაკეთეთ ზუსტად ერთი მიზნით რა რომ აი ძალიან გულში მქონდა და სათქმელი მქონდა ბევრი შევხვდი თორნიკეს გაუზიარე ჩემი გულის ტკივილი რაც იყო და ჩემი აზრები რაც იყო თორნიკე ზუსტად იმაზე იყო და ზუსტად იგივენაირად აწუხებდა იგივე პრობლემები თავისიც ქონდა და გადავწყვიტეთ რომ გადაცემა გაგვეკეთებინა და გადაცემა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ბევრი ხალხისთვის გასაგონარი ყოფილიყო და იქნებდა რაღაც პრობლემებს გავეერთიანებინეთ და შეიძლება ბევრი ადამიანის სათქმელი გვეთქვა. მადლობა ღმერთს, რომ ეგრეც მოხდა და გვინდოდა პირველ რიგში გვინდოდა ის, რომ რანაირი კარგი ერი ვართ, რანაირი ნიჭიერი ერი ვართ, როგორ ვიცით ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთმანეთის გატანა, როგორ მოვედით აქამდე და ზოგადად რა, ანუ გვინდოდა რომ რაც გულში გვაქვს ყველაფერი გვეთქვა ადამიანებს. პირველი გადაცემაც მაგიტო იყო კონკრეტულად მიზანმიმართულად ეგეთი ქართული. კი ბატონო და ჩვენი გადაცემებიც ეხლა პროსტა რეალობა არის ისეთი რომ ეხლა ხვდები რაღაც უფრო აქტუალურია რაღაცები და იმაზე ვაფიქსირებთ ჩვენ აზრს თორე. რავი მეგობრებო, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი გადაცემის აზრი რა რომ გვინდა რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენ გულში ასაც ვფიქრობთ რაც გვაწუხებს, როგორი აზრიც გვაქვს როგორი შეხედულებებიც გვაქვს ეს აზრები დავაფიქსიროთ, გამოვიტანოთ და გვინდა რომ ვინმეს თუ იგივე გულის ტკივილი აქვს, იგივენაირი რაღაცები აწუხებს, ან შეიძლება იგივე რაღაცა აწუხებს და სხვანაირად ხედავდა და იქნებ დავეხმაროთ ამის დანახვაში. ან რავი, სარგებლის გარდა ამ გადაცემას ადამიანებისთვის არანაირი სხვა აზრი არ აქვს. ხო და მეთანხმები. მიგრი რასა რას ვერ ვიგებ, ცი რაღაც ძალიან საზღვრების ეს არის უკვე რა, საზღვრების იქით გადმოსვლა არის, რაღაცა მოწოდებები, მესმის კომენტარი შენი აზრი დააფიქსირო იქნება, მაგრამ რაღაცა მოწოდებები მომრავლდა, რომ აი გინდა თუ არა დააფიქსირეთ, აი რას ფიქრობ ამაზე, გინდა თუ არა იმას ნუ იზავთ, ამას ნუ იზავთ, ეს ილაპარაკეთ, ამას ნუ ლაპარაკობთ, რავი, ანუ ჩვენი პირველი პრინციპი არის ის, რომ თავისუფლები ვართ ბოლომდე და რასაც გვინდა, იმას ვლაპარაკობთ. აუდექით, ვიწვალეთ, ვიშრომეთ, გადაცემა გავაკეთეთ, რომელიც კიდე ერთხელ მადლობა ღმერთს, რომ ადამიანებისთვის ძალიან გულთან მივიდა და ამაზე არაფერ ტყუილზე ეს არ არის დაფუძნებული და არავინ ამაზრებს ჩვენ არ გვწერს და არავინ ამაზრებს ჩვენ არ გვიწერს, რომ რაღაცები დავაფიქსიროთ რა, ვილაპარაკოთ, რომ აი ეხა იმან ეს გითხრა და ეს უნდა ვთქვათ, არ არის ეგრე რა. ანუ ემთხვევა ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრები რა და ანუ ეს ადამიანები ზუსტად მაგიტომ გვალეში ყოფენ, მაგიტომ მხარს გვიჭერენ, მაგიტომ გვიწერენ ამ კარ კომენტარებს და რავი, გულებს და რავი, რაც შეიძლება და გლოცავენ და იმაშვებიან, რომ რავი, გვამხნევებენ, იმიტომ რომ თვითონაც ბედნიერები არიან, იმიტომ რომ თავის გულში ვზივართ. ხო რა. ყველა სხვა რა შეიძლება და ისაუბრონ და ჩვენ მაგათ სათქმელს ვლაპარაკობთ. ხო, მაგას ვაკეთებთ რა და უბრალოდ რავი, რაღაც საზღვრებს იქით გადმოსვლა და რავი, ჩვენ მაგივრად რაღაცეების დაწერა რა, ვინმეს კიდე ერთხელ ვიტყვი რა, რომ ვინმეს თუ რამის ლაპარაკი გინდათ, აზრის დაფიქსირება გინდათ, ადექით და გააკეთეთ გადაცემა
და თქვენ გადაცემაში გინდა ის აზრი დააფიქსირეთ, გინდა ეს აზრი დააფიქსირეთ, მე პირობას გაძლევთ, რომ არც მე და არც თორნიკე მანდ არ შემოვიჭრებით და არ გეტყვით, რომ გინდა თუ არა, ეხლა ამას რატო არ ამბობ და იმას რატო ამბობ და ამაზე რატო ამბობ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმის ფარგლებში ყველაფერს, რაშიც კომპეტენტურები ვართ, რაც ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი და ჩვენი ყურით გვაქვს გაგონილი და რასაც ფაქტს რომელსაც ვერ გაექცევი. არავის ჩვენ არ მოძღრავთ, უბრალოდ რავი, რაც გულში გვაქვს და რაც გვტკივა, იმას ვიძახით და ეგ არის და ეგ რა. ნებისმიერი თემა, აი ნებისმიერი, რასაც ამდენი უკვე 36-ე გადაცემაა, ვაკეთებთ ხო და უკვე ბევრ თემას შევხედეთ. ყველა თემა არის მარტო მე და საბას გაკეთებული. ერთი თემა არ არსებობს, რომ ვინმეს რამე ითქვა, რომ აი ეს აი ყველა წერტილ ძიმე, რასაც ვიძახი და რა თემების აქ არსებობს და რაც ჩვენ მაყურებელი ისმენს, მარტო ჩვენი გაკეთებული, ჩვენ არც პროდიუსერი ყავს, არაფერ აგერ ერთი კაი კაცი ყავს, რომელიც გვეხმარება მონტაჟში და всё, სხვა არაფერ. იმის იქით ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ. ვიღაცა შეიძლება არ დაგვეთახოს, ვიღაცა შეიძლება დაგვეთახოს. და ვიკამოთ კიდევაც კომენტარებში, ჩვენ ყველა კერთხოთ, რომ ჩვენ ასე იყვნენ კაცო. დილობის ფარგლებში და რა ფასურების ფარგლებში და ეგ არის, მაგრამ ხა ჩვენ აქ ვიღაცა მორალი გვიკითხოს და ეხა მე გვითითონ რომ ეს ქენი და ის დაპარაკე და ეს არის ლაპარაკ რასნეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რასაც ვფიქრობთ იმას ლაპარაკობთ თქვენ შეგიძლიათ დაგვეთახოთ შეგვიძლია არ დაგვეთახოთ და ამაზე პოლემიკა გავუმართოთ წესიერი დილობიანი ერთმანეთს პატივი ვცეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კი აი ეგ არის მაგით მინდა დავიწყო ერთმანეთს პატივის ცემით იქ შენ თვითონ რასაც არ უნდა ფიქრობდი რავი პატივი ეცი ჩემას თუ პატივს არ ცემ ჩემ აზრს კეთილი ინები და ნუ უყურებ ამ ჩემ გადაცემას რა და უყურე სხვა გადაცემას ვინც უფრო შენთან ახლოს არის მაგალითად და რა ვინც პროდიუსერად მიგიღებს და შენაზრებს დაწერს რა ვერ ვიგებ პროსტა მაგისას რა და ზოგადად რა უდიდესი პრობლემა არის და მოდი ამით დავიწყოთ რა გადაცემა რომ ყველაზე დიდი პრობლემა დღესდღეობით ჩემი აზრით ქვეყანაში არის ის რომ რა განათლება და რა ეკონომიკა და ის აი ელემენტარული ადამიანებს ხალხს არ აქვს ერთმანეთის არც მოსმენის კულტურა არც ჯანსაღი კამათის კულტურა არც სხვისი აზრის მიღების კულტურა რავი ჩემი აზრი რაზე რატო არის დაფუძნებული შემილია აუხსნა იგივენაირად შეიძლება მოვისმინო სხვისი აზრი და ჩემი აზრი შევიცვალო თუ ის ბევრად სწორ და კარგ არგუმენტს მოიყვანს კი ბატონო გენაცვალოს ჩემი თავი შენსკენ ვიქნები და შენ აზრზე გადმოვალ იმიტომ რომ რავი ხა მე ყველაფერი ვიცი თქო და თორნიკემ ყველაფერი იცი თქო ამას არასდროს არ ვიძახით მაგრამ რავი ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება რომ ყველაფერი ვიცი ხო არა ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი რავი ჩვენი გადაცემა ღია იმისთვის რომ რავი მობრძანდეთ მოგიწვიოთ რავი დაუждეთ მაგაზეც ვიმუშავებთ მე და თორნიკე რომ ცოტა სადებატო სივრცე გავაკეთოთ ისე სადაც შეგვეძლება რომ აი მარტო თუ მაინდა-მაინც არ მოგინდებათ მეგობარიც მოიყვანოთ არა ხო არ დაიჩაგროს ერთი კაცი როგორც ორნი მოვიდნენ სამნი მოვიდნენ ჩვენ ორნი ვიყავ ზუსტად ეგრე და რავი ჩვენ მზადვართ რომ პატივის ცემით რავი პირობას ვდებთ რომ ჩვენი მხრიდან აუცილებლად კი ბატონო საზღვრებში ვისაუბროთ ვიკამათოთ ვიდებატოთ ოღონდ პატივი უცეთ ერთმანეთის აზრს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ რავი ქართველები ჩვენ სულ მუდამ ერთად ვიდექით და ერთად ყოფნით მოვედით ესეთი პატარა ერი აქამდე და როცა ერთად ვიყავით ძლიერები ვიყავით ხო და რავი ეხლა თუ გინდათ რომ დავიშალოთ და ნელ-ნელა და რავი მტერი ეგრე უფრო მარტივად მოგვერა მტერი მაგას ცდილობს დაყავი და იბატონის პრინციპი არის სულ ყოველთვის მაგას ჩვენი მტერი ყოველთვის მაგას ცდილობდა რომ ჩვენ დავეყავით და ერთმანეთი გვეჭამა და მე ისინი სარგებლობენ მაგით ეხლა იგივე ხდება და მოდი რა ეს ყველაფერი დავასრულო იგივე ძალადობა არ არის აი ნახე ეხლა მაგალითად მინდა რომ ერაბ დვალიშვილის ჩხუბს გამოვეხმაურო და კაცმა რავი მეოთხეჯერ დააპირა ერთ წელს განმავლობაში ეგეთი რამე არავის არ უქნია მეოთხეჯერ დააპირა კაცმა ტიტულის დაცვა და ანუ ყველაფერი გააკეთა და კემპები და მოსამზად წინა ეს ჩხუბამდე მოსამზადებელი ყველაფერი გაიარა ამ კაცმა და რავი ღმერთმა იცის მართლა თვითონ იცის რა აწუხებდა და როგორ აწუხებდა და ტრავმა ქონდა თუ ის ტრავმა მაგრამ ჩვენ არ ვართ რა რაღაცა სხვა ერის წარმომადგენლები რომ მე ხა ხელი მტკიოდა და ფეხი მტკიოდა და იმიტომ მოხდა და იმიტომ არ მოხდა და რაღაცები ვილაპარაკოთ ჩვენ ვართ ვაშკაცები კაცები ჩვენში სხვანაირი სისხლი ჩქებს და კაცურად გამოვიდა და თქვა რომ დაეთანხმა შედეგს დაეთანხმა გადაწყვეტილებას თქვა რომ უფრო ძლიერი გამოდგა დღეს არაფერს თავს არ ვიმართლებ ალეწავს მაგას ხო ანუ იმედი მაქვს რომ ეგრეც მოხდება და დარწმუნებული ვარ რომ ეგრეც უნდა მოხდეს და
უბრალოდ რავი, როგორც ამ კაცმა მაგალითი იყოს ეს კაცი, აქ ისე ასხედავენ, რომ ეხლა რუსთან წააგო, იქ რო ხარ იქ რო ის აქციაზე რო არის პროვოკატორი ჟურნალისტის პასუხებს რო არ უპასუხა. ანუ დიდ სასამართლოზე რო არ მივიდა. და სასამართლოზე რო არ მივიდა, თორმე მაგიდომ წააგო და როგორც ნაკრებმა რო წააგო, იმიტომ რომ ზუსტად ხო მაგ თემაში ვარ რა, მაგის ის მინდა ეხლა მაგის ლაპარაკი, რომ მერაბ დვალიშვილი მოიგებს თუ წააგებს, ჩვენ მაინც მხურვალებ გულშემატკივრებად დავრჩებით ყოველთვის. და სპორტიდანაც წავა, მაშინაც სულ ვიამაყებთ და განსხვავებული აზრებიც რო ქონდეს მაინც. კი, თუ გინდა ჩვენ ვეთანხმებოდეთ ჩვენ მაინც. აუცილებლად, ხო. პლუს ამას, რავი, ფეხბურთელები ავიღოთ რა. ნაკრებმა იმხელა შეგრძნებები, გინა ფეხბურთის, გინა კალათბურთის, ამხელა დონეზე გაგვიყვანა ქვეყანა, რომ რავი, მართლა მაგაზე დიდი ის, რავი და რავი, წლები და თაობები გადიოდა ისე, რომ ამაზე ოცნებობდა ხალხი, რომ ესე ნახა და ამას მოსწრებოდნენ და ყველას გული გაუხარეს და აქ დადგა ეხა რაღაც ჯგუფი და ლანძღავენ, რომ ანუ ეხა იქ რო რაღაცა არქენი და აქ რო რაღაცა არქენი. ესე არ არის ხალხო, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. პოლიტიკა, სპორტი, კულტურა, რავი, კულტურის საქმე არის კულტურა. სპორტსმენების საქმე არის სპორტი და იმით უნდა ვიამაყო და ჩვენი ქვეყანა უნდა წაიყვანონ წინასწარ. პოლიტიკოსების საქმე არის პოლიტიკა. ეს ვაფშე ყველა პოლიტიკოსია და ყველა რო პოლიტიკოსია თან. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ცუდია ეს. იმას შვებიან, რომ ყველა კიდე პოლიტიკოსები გახადონ, მიხვდი და რავი მეგობრებო, ჩვენი აზრი არის ესეთი, რომ ფეხბურთელს, კალათბურთელს და რავი, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლს არ უნდა მოთხოვოთ რაღაცა ზედმეტი აზრების დაფიქსირება, იმიტომ რომ ყველას თავის ცხოვრება აქვს, ყველას თავისი აზრი აქვს და ვინმე თუ თქვენ ან მე ხარს არ დამიჭერს მან მე მაინც უფლება არ მაქვს რომ რამე განვიკითხო და მაგის გამო განკვიცხო რომ მე რატო არ მიჭერ ხარს რავი ესეთი სინაგლე არ არსებობს რა რავი დედამიწაზე რა ეგრეა ხო ბიჭო ესენი ბძან ავტორიტეტებს ანუ ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს ყველა ავტორიტეტი ფეხქვეშ უნდა გათელონ თუ მაგათ ხარეს არის ნუ ეგ აწყობთ მაგრამ ვინც მაგათნაირად არ ფიქრობს და ქვეყანა ხალხს უყვარს იმას ყველას ებრძვიან. პატრიარქიდან დაწყებული, ხვიჩაკვარაცხელეთი დამთავრებული, ყველას ებრძვიან, თუ მათ აზრზე არ არის და თუ მათ აზრზეა, ის გმირად გამოყავთ. აი ეს აბსურდში არის. ეხლა გამახსენეთ თან ლაპარაკიზოს, ლაშა ბექაური ჩემპიონი გახდა კიდე. წარმოიდგინე და ხო და ანუ რა შუაშია, საერთოდ იამაყით, რომ საქართველოს ჰიმნი ისმის და ხალხი ფეხზე დგება და ტაშს უკრავს და ლაშა ტალახაძე ავიღოთ. კაცმა იმხელა რეკორდები დაამყარა და დღემდე აი ხა რო იდგნენ ისინი და ვარჯიში გაატარო მთელი ცხოვრება, მაგის რეკორდამდეც კი ვერ მიულენ კი არა, აი ვერც დააპირებენ. კაცი იმხელა საქმეა გაკეთებული და ყველა ამაყობდა, ყველა ტაშს უკრავდა და უცებ წარმოიდგინე პოლიტიკაში წავიდა კაცი და უცებ ყველა ანუ აი ეს არის ზუსტად ქართველების უბედურება და უცუდესი სენი რომ შენ პატივი ეცი კაცო შენ აღიარე ის რომ ის ძლიერი არის ამაში რა და შენ თუ პოლიტიკურად არ მოწონს მაშინ გამიჯნე რომ შენ ხარ ძლიერი სპორტსმენი პატივს მაგრამ არ მომწონს რომ პოლიტიკაში წახვედი ხო არ მომწონს შენი პოლიტიკური შეხედულებები და ეს პატივისცემა სწორედ ამას მოიაზრებს რავი შეიძლება ჩვენც არ მოგწონდეს კაც პოლიტიკაში რო წავიდა სიტყვაზე ტალახაძე მაგრამ ჩვენ ხომ ამ პატივისცემა არ უნდა დავუკარგოთ მაგათ მინus არა რა უფლება გვაქვს ჩვენ არა ნახე ჩვენი აზრი რა არ არის ის რომ აი ჩვენ არ არის ეს არის საერთო აზრი ეს არის ფაქტი ხო ხო მაგრამ რეკორდსმენი ობიექტური შეფასება ეს სუბიექტური არ არის ყველაფრის ყველანაირი ტონის ყველაფრის ჩემპიონი არის რაც კი შეიძლება მაგ სპორტში რავი ჩემპიონი გახდე და ანუ ყველა დროის ვაფშე დედამიწაზე ყველა დროის საუკეთესო კიდე ამას უცებ იმას ხას უსვავ იმიტომ რომ რაღაცა და გები და ხო და გები და BBC-ს აქებ და იმებს და რავი ანუ ძალიან მაგრად ეხავს რა ანუ ძალიან დიდი სირცხვილი არის ქართველები ეგ ტიპები არასდროს არ ვიყავით რა და არც უნდა გავხდეთ და არც უნდა მისაბაძი არ არის რა ეგ რა აი კაი რაღაც ქართველები ეგ ტიპები არ ვიყავით და აი ხა ერთ ვიდეოს ჩავთო და აი ესეთებიც არ ვიყავით და არ ვართ ქართველები რა პროსტა რა აბსურდს იძახის ნახე მაგრამ მაგარ საქმეს აკეთებს ლევან ბერძენიშვილზე რა მაგარ საქმეს აკეთებს ხო არა იყო ასეთი მისი მიდგომა იყო ასეთი ევროკავშირისკენ სვლა და ასოცირება და ვიზა ლიბერალიზაცია კი ეს არ არის რუსეთისთვის კოშმარი მაგრამ ნატოსკენ მსვლელობა
მინიმალისტური და ფორმალური. მას უთქვამს ასეთი რამ ჩემთვის უთქვამს და მარტო ჩემთვის არა, რომ ნატოში მაინც არ მიგვიღებენ. ამიტომ მოდი ნატო გავცვალოთ აფხაზეთში. ამას იძახის ბიზნესზე და ამას როგორც კომპრომატად ისე საუბრობს. ბიზნესმა ეს თუ უთხრა, საუბრობ ეტყოდა. ყველაზე ზუსტი შეფასება გააკეთა, ვაშე რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და რა თქვა ცუდი ფორმულაზე თარგამაძის დროება ხო ეს გადაცემა ნახევარსაათიანი სიუჟეტი მიუძღვნეს იმას, რომ ბიზნა გამოიყენეს მოღალატედ, იმიტომ რომ ბიზნა ივანიშვილი ნატოს ცვლის აფხაზეთში. პირიქით, მოღალატე კი არა, რავი, ქვეყნის პატრიოტია, მაგას თუ აპირებს, ხო? ანუ ყველაზე კაი რაღაცა არის. და იმასაც იძახის, რომ მე ბიზნამო მითხრაო ისო, რომ ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენო, არა, ევროკავშირშიო კიდე შეგვიძლია რომ ზუსტად ესე არის, ზუსტად ეს მოცემულობა. და მან მე რა ვქენიო, ავდექი და ეს რა მითხარი და წავედიო. თუ კიო, თავს უქნევდიო, მაგრამ მე არის 2019 წელს იძახის ამას ვერძენიშვილი რა. არის 2019 წელს იძახის, მაგრამ იქ ხომ მანამდე არის ეგ რაღაცები უეჭველი. ხო, არა, რა თქმა უნდა, ხო და აი წარმოიდგინე რა აბსურდში არიან, აი როგორ ქვეყნის განცდა და რაღაც პატრიოტიზმი როგორ მინუსებში აქვს ტიპებს დაყვანილი, რომ ნატო ურჩევნიათ აფხაზეთზე სამაჩაბლოს, ხო? აი ფაქტია, ხო იძახის, ან ამას კომპრომატად და მოღალატედ მოგხსენები იმის გამო, რომ ჩვენ ნატოში არ გვინდა კი არა, არ მიგვიღებენ. უკრაინის მაგალითზეც ხო უკვე ვიცით და უკვე აგერ გამოდიან, რა ქვია, უკვე ტრამპის და ანუ უკვე ოფიციალურად არის ამაზე საუბარი, ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთ ევროპის გზით, ანუ ამას ყველა იძახის, რომ ნატოში უკრაინას არ მიიღებენ, უკვე ხმამაღლა ამაზე საუბარი. ნატოში თუ უკრაინას არ მიიღებენ, ჩვენ ვინ მიგვიღებს ნატოში. კაც ყველაფერი კარგად იცის, ბიზნამაი ყველაფერი ხელის გულზე და ზეპირად იცის რა როგორ არის ევროკავშირზე, სწორი ევროკავშირზე არ არის ეგეთი, ანუ პუტინ პირდაპირ გამოვიდის და იძახის, რომ ან უკრაინა არ აქვს ჩვენ პრობლემა, ევროკავშირს მიიღება, ნატოზე აქვს პრობლემა. ანუ ეს უკრაინა ეგრევე ილინკება ჩვენთან საქართველოსთან. უკრაინაზე რაც მიდგომებია, ზუსტად იგივე მიდგომები არის ჩვენთანაც. ანუ ევროკავშირში კი ბატონო, მაგრამ ნატოში ჩვენ არ მიგვიღებენ. ეს არის 2x2 4. ევროკავშირში კიდე, ევროკავშირს სანამ თურქეთს არ მიიღებენ, ჩვენ არ მიგვიღებენ. თურქეთს კიდე საუბრობთ არ მიიღებენ, 30 წელია ღია კარში ყავდა და არ იღებენ. ეგ კიდე სხვა მიზეზები. ევროკავშირის გაფართოება როგორ რაღაც იცი, რომ საზღვარი ევროკავშირის ქვეყნის წევრებთან უნდა კონდეს. ჩვენ არ გვაქვს საზღვარი ევროკავშირზე. აი თურქეთს თუ მიიღებენ, უკვე მე საზღვარი გვექნება. მე უკვე ალბათ იმის იზრდება, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდით. იქ დაკარგული ტერიტორიები გვაქვს. ესეც ერთ-ერთი დიდი ფაქტორი არის. ადრე იყო მაგაზე საუბარი, რომ მაგათ გარეშე შემოდით, ანუ აფხაზეთზე სამე. აღიარეთ, რომ არ გინდა და მაგათ გარეშე შემოდით. წარმოიდგინე რამ საკრული გეგმები ქვა. ტიპიური მოღალატეები და მტრები. ხო და ეს მოცემულობაა რა მსოფლიოში რა ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ არასდროს რომც გვინდოდეს ეს არის ფაქტი და ევროკავშირში კიდე რაღაცა აი თეორიულად კიდე აი ნატოში თეორიულად არ შეგვიძლია მაგრამ ევროკავშირში თეორიულად კიდე შესაძლებელია რომ ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდეს და მოკლედ აი ესეთები არიან აი ეხლა ჩვენ და გადაცემამდე რაც საუბრობდით აი ესეთი ტიპები არიან რა ვინც დღის წესრიგს ქმნიან და უნდათ რომ ეს დღის წესრიგი შექმნათ ჩვენ ქვეყანაში რომ აი ნატო არის წმინდათა წმინდა და ევროკავშირი და ამას აჯერებენ და სამწუხაროდ რაღაც ხალხი ამას იჯერებს მაგრამ საბედნიეროდ დიდი რაოდენობა არა და უკვე ყველაფერი ნათელი მოფინა ყველაფერი ამბობმა რომ ზღაპარი ეს ყველაფერი შენი ძახტი ბოდიში შენი ძახტი ზუსტად რა ცოტა ხნის და ის რო ქვია უკვე რაღაცა ისინი მიდის ფსონების ჩამოსვლა მიდის იმაზეო ხო ბიჭო არ მოიდგინე უკრაინა ეხა არის ესეთი რა სირცხვილია წარმოიდგინე ესეთი არის პოლიმარკეტი ყველაზე დიდი ამერიკული კრიპტოვალუტის ბუკმეიკერული ბირჟა რა ყველაზე დიდი იქ პროგნოზები შეგიძლია ყველაფერზე გდადო რა ანუ ყველანაირ რაღაც პოლიტიკურზე იქ რავი ამინზე ნებიყარ ყველაფერზე შეგიძლია რაღაცა პროგნოზები და ფული დადო ეხლა წარმოიდგინე აგ პირდაპირ შეგიძლია შეხვიდე აგერ მეგობრებს ან თქვენ სულ ჩაწერეთ პოლიმარკეტი ჩაურივა Google-ში ეგრევე გადაგიყვანთ საიტზე და შეგიძლიათ უკრაინა რუსეთის ომზე დადოთ ფსონები აი მაგალითად ომი დამთავრდება 31 მარტს რაღაცა რამოდენიმე თარიღებია რა აირჩევ რა შენ რომელიც გონია და იმას დადებ ფსონებს შეგიძლია კიდე აიღო რაღაცა ოლქი მაგალითად რომ აი რაღაცა ხერსონის ოლქს აიღებს რუსეთი ამადამ დღეებში ან ამადამ თვეში შეგიძლია უკრაინა რაღაცა ტერიტორიებს დაიბრუნებს უკან და ამ ტერიტორიებს დაიპყროს ამ ყველაფერზე შეგიძლია ფსონები გაიგეთო სადღაც 2 მილიონამდე ადამიანი არის გარდაცვლილი
უკვე. ამაზე ხალხი ფსონებს აკეთებს ამერიკაში. ოფიციალურად. წარმოიდგინე. ბიჭო, რა ფსკერია ხვდები? ეს არ არის, ეს ხუმრობა, ნეტო ხუმრობა იყოს. არ არის, ბიჭო, აი და ეხლა მშობლები და წარმოიდგინე ეხლა აი დედები და იმეთ მშობლების აი მდგომარეობა რომ აი იმათ არა აქვთ ეს ინფორმაცია ის 1000 წელი ვერ გაიგებს მაგას რომ ეგ ხდება პროცესში ის იმათ ჩარხულები აქვთ კაცო ეგ მან ვერავინ ვერ გამოვა ეგ წარმოიდგინე ეგ ინფორმაცია ვერ მივა მაგამდე რომ ეს გაიგონ და ერთი ამბავი ატყდეს ამაზე რა არა ძალიან ან ეს არის მართლა ყველაზე დიდი ბირჟა არის ყველაზე დიდი და ძალიან დიდი ფსონები იდება ძალიან დიდი ბევრ სხვადასხვა რაღაცა პროგნოზებს და ერთ-ერთი არის უკრაინა-რუსეთის ომი. ბიჭო, ფსონებს დებენ. იცი რას დავაკვირდი? ზოგადად გახსოვს ჩვენ გადაცემაში ბევრჯერ გქონდა. გლადიატორია, თუ რა. ხო, ანუ ეგ არის, მაგათთვის ეგ არის, ხო, რა, ის სერიალი რო არის, რა ქვია. რა ვიცი. და რომ მას დავინ, ხო, ზედმეტ ამაზე ჩამოვდივარ. Squad Game, თუ რა ქვია? ხო, რაღაცა ეგ. ხო, სერიალი არის და ახლოვებით პონჩი, რა ვიცი, ადამიანების სიცოცხლით მიდის თამაში. მანდაც ეგრეა, არ მაქვს ეგ მიდის, დადებები მიდის. ბევრი ხალხი იკრიბება, ხო, ხვდები რაღაც საპრიზო ფონდია და რაღაც თამაშები არის ესეთი რომ მიდის მაგამ თამაშები ესეთი რთული რომ მომენტ აი იმას ვერ გააკეთებ და ვინც გაიყინა იმ დროში ეს ვერ შეასრულა გამოდიან და იქვე ცხილავენ რა ანუ იქვე კვდება გაიტანენ ამ გომებს და ის საპრიზო ფონდი იზრდება და პლუს ის რომ ხალხი აკრდება და მივხვდი აი ერთმა ტიპმა უნდა მოიგოს წარმოიგინეს და მე ვიცი მაგაზე საუბარი რეალურ ფაქტებზია დამყარებული ეგ სერიალი რომ მართლა ხდებოდა რაღაც ანუ აღარ არის ღიათ არის ეხლა ეგ არავინ არ მალავს შენ რაც ისახი ყველა შედის და ნახულობს შეულიაო ანუ ესე რა ვინც იმაში დარეგისტრირებული ყველა ნახავს და ეგ არის გეუნები აი ეგ არის უკვე კერძო აი როგორი მომენტია ეს კინოში ხო ყველა დადის და ესეთი სახლის კინოთეატრები რო აქვს ყველა და მეგობრები რო უყურებენ მარტო მათკიოს ეგეთი რაღაცა და რა მინდოდა მეთქვა რა უფსკრულია რა წინა გადაცემებში რა რამდენჯერმე ჩვენ გქონდა თუ გახსოვს რა უცილებლად გემახსოვრება უკრაინის რა ქვია უკრაინაში რანაირად ხდება ხალხის ძალით ქუჩებიდან მოპარვა ჩატენვა მანქანაში ცოლებს ქვრებს ართმევენ იმებს დედებს შვილებს ართმევენ და ისე მიყავთ რამით შეავსონ ისინი რა ქვია რომ ხვდები ეხლა ამ ბოლოს რამდენი ვიდეო შემხვდა ყველგან კარჩი სერიოზული წინააღმდეგობას უწევს უკვე ხალხი რა უკვე ხალხი ანუ ისე არის ლეწავენ იმას რა ქვია ანუ აქეთ ანუ ხო ხვდები იმიტომ რომ ანუ იქ აღარავის ეგრე აღარ ატანს და ის ჭიში აღარ არის და იმიტომ რომ ყველამ გაიგო ნამდვილი სახე რა იყო ძალით საყვანილი მოპარული ხალხი და იქ ბრძოლის ველზე გასული ხა ის ხო ვერ გამოიქცევა და კი იცი რასაც უზავენ და რავი უნდა არ უნდა იქ რჩება და ანუ აი ესე დონეზე ხა რისთვის პროსტა თორნიკი აი რა შედეგი დადო ამ ყველაფერმა და რა ვინ დარჩა ამით ბედნიერი ვინ მოიგო ვინ მოითბო ხელი აი ვერ ხვდები პროსტა რა ის გამომოკვდა ამდენი ხალხი აი ელიტამ მოითბო ხელი და იშოვეს მილიარდები და ზელენსკიმ და აი ამ კამანდამ და აი კაი შეკითხვა დასვი და აგერ ეხა მინდოდა მესაუბრა ერმაგზე აი ჩვენ ხო გახსოვს რომ საუბრობდით იმაზე რა ქვია მინდიჩზე და რო ვიძახით რომ სია დიდია და სხვებზე გადავლენთ ხო რა ეხა ერმაკი არის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი არის რა ზელენსკის სია გაი ზელენსკიმდეც მივა ეს სია რა ანუ ეს ერმაკი ის არის ხო ბოდიში ის რომ განცხადება რო გააკეთე რომ როგორ ვერ დაინახეთო ჩემი მე წავედი ხაზზე მივდივარ ხო მე ღირსეული ადამიანი ვარ და წესიერი ადამიანი და ჩემ ღირსებას შეეხენო და ამიტომ მეო წავალო წინა ფრონტზე დაიცვა და ვითომ რომ თავისით რომ გადადგა ის თუ რაღაც ხო ოღონდ რომ როდის მიდის ფრონტზე არ უთქვას მაგრამ ნუ წავალო მე ფრონტზე და რატომ მოხდა ეს ამ ხალხი ჯერ არა წავედი მეოდა და ფული გაიხურა ფამს რა მაგრამ წავედიო თქვა დრო არ დამიკო ეს ის რომელია აი ანტიკორუფციულ ბიუროზე რასაც საუბრობთ კერძო სტრუქტურა რო არის ხა ის ხო მინდის საქმე ხო არის ხა ამასთან შევიდენ ოფისში და სახში შევიდენ რაზე მიდის გამოძიება ჯერ ოფიციალურად არ იძახიან მაგრამ შევიდა რა ეს ანტიკორუფციული ბიურო და ამაზე ატეხა ეს და გმირობა და მე წავედიო და რაღაცაო რა მაშინ რა ქვია წინა ფრონტზეო და მაგაზე თუ იცი გეცოდინება უეჭველი ის იყო რა ქვია ამ ერმაკზე ამბავი რო ატყდა ზელენსკი გამოვიდა და მეო არ ვაპირებო ერმაკი დაიცვა ბოლომდე და მეო არ ვაპირებო კაცო არსად გადაყენებას და ის არის ესე და ესე აქო და ერთ კვირაში ზუსტად გამოვიდა და ესე თავის თუ დაწერა განცხადება და წავიდა და მეო ძალიან ხარს უჭერო მაგას და ვინც ვერ დაინახაო ამ კაცის ესენი გადაჯაჭულები არიან საბაი როგორი პონტი იცი რომ აი ერთად არის ეხლა ზელენსკის სახელი ჯერ არ ფიგურინ თორე ზელენსკის სხვა რაღაცები ჭირდება თორე
ამას რომ ეს ბრალდებები ზუსტად ზელენსკიძეც იგივე ბრალდებებია და უარესიც კიდე. უბრალოდ ეს როგორც წინაზე ვთქვით რომ სია გრძელია და აგერ უკვე მეორე პირის სახელის გამოაშკარო და კიდე უამრავი ადამიანზეა კორუფციაში იხჩობიან აგერ ის ტრამპის შვილი თქვა გუშინ უსმენდი რომ უკრაინაო რუსეთზე კორუმპირებული ქვეყანაა და მონაკოში ჩავედიო და ლამბორჯინებიო და ბუგატები და უკრაინული ნომრებით და რაღაცაო და უკრაინა ჯერ ომამდე ცნობილი იყო და შენც ხარ ნამყოფი და მეც რამოდენიმეჯერ ნამყოფ უკრაინაში ცნობილი არის უკრაინა როგორც კორუფციული ქვეყანა არის ეს ყველა მიცის. ეხლა ამ ომში დავში ჩაიხრჩნენ კორუფციაში ბიჭო ტიპმა მინდიჩმა რა გააკეთა ბრონიშილ რაკი ბრონიშილეთებზე ფულიშო როგორ უნდა დაიძინო ეგეთი რაღაც და პროსტა ეგრე როგორ უნდა გეძინოს რომ იცი რომ შენ ფეიქი ბრონიჟილეტები დაომებ ტიპებს და იმათ რაღაც იმედი ომშია კაცი და რო ესონ რომ გადარჩეს აი მაგის იმედად არის და შენ აი ესე ითვლი ფულს რომ რამ ხარ წარმოიდგინე საიზღრებოდ ეხა პუტინს ეხა შეხვდა ვიტკოფი და კუშნერი ჩავიდა რა ტრამპის სიძე პუტინთან შეცახვედრა და ამავე დღეს ეგრევე მეორე დღესვე ზელენსკი ჩავიდა მაკრონთან ეს სულ ესე ხდება მანამდე ტრამპსო შეხვდა პუტინი ეს მე წავიდა სტარმერთან და მერსანის ის თამაში მიდისო აი ბავშვი თამაში მე მარტო აქ მეც როჟა ვარ და მარტო არ ვარ და რაღაცა და მაკრონმა წარმოიდგინე მაკრონის შეხვედრაზე ზელენსკიდან შეხვედრაზე თქვა ხა რამოდენიმე დღის წინო ჩვენო აი ხა მომავალ კვირაშიო ისეთ ეკონომიურ ზეწოლას მოახდენთო უკრაინულ რუსეთზეო რომ გაუჭირდება სამხედრო დაფინანსებაო და ამაზე კაი პასუხი გაცა სკოტ ბესენტია ფინანსთა მინისტრი ამერიკის რა ჩავრთავ ამას კი არ გაცა პასუხი ზოგადად ევრობიუროკრატებს გაცა მანამდე მაგრამ ნუ ამაზეც არის პასუხი რა ევროპელები მეუბნებიან, რომ სანქციათა 19 პაკეტი დაუწეს ეს რუსეთს. ჩემი აზრით, კრისტიან, როდესაც რაიმეს გაკეთება 19-ად გიწევს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩაფლავდი. არა. Sorry, არა, 19-ჯერ რაღაცა საკეთებ ერთი და იგივეს, ესე იგი ჩაფლავდი. ხო ზუსტი შეფასება და მაკრონი სრული კლოუნი. მთელი ევროპა ეხა დაცინის რაღაცა და ფრანგულ არზე გამოდის ძალიან სრული სერიოზულობით. ას უკრაინის ომზე საუბრობს და უკრაინის რუკა გამოტრიალებული უკუღმა უჭირავს და ესე რა თელი ევროპა დაცინის ამ აი გახსოვს ხაბეიშვილი რომ ამოტრიალებული რაღაცა რუკით საქართველოს რუკით რაღაც არ მოს TV პირველზე იჯდა რომ ზუსტად სააკაშვილი უკუღმა ციგნით რო იჯდა გახსოვს ხო აი ზუსტად ესე ბიჭო ამოტრიალებული მე ხა რო ის ვიდეო გავა რა თან ლაპარაკის დროს და ნახავს მაყურებელი ამოტრიალებული რუკი აი ესეთ კლოუნად არის მოწყობილი წარმოიდგინე უკრაინის ხალხს მართლა კიდე გამძლეობა მიცეს ღმერთმა ეს ზელენსკიმ რა უქნა ბიჭო რა დღეში ჩააგდო ეს მებრძოლიერი და იმენა ქვეყნის პატრიოტები არიან და იბრძვიან ბოლომდე მართლა იმენა უკან არინახევენ და ესე და ვიღაცები ხელს ითფობენ და ფულებს შოულობენ. ეს მაკრონები და ისინი ისინი შენ გონია რა მე ზელენსკი რო იძახესო ჩემთანო ანუ ტრამპა რო თქვა რაღაცა სუსტი თან ხარ 300 მილიარდამდეო და ზელენსკი რო არა 300 ჩემთან 200 მოვიდაო. ეს მართლა ანუ ის 100 გაქრა რა მე ხთი კატკატები და ვიღაცებმა ფულები ჩატეხეს და ბაიდენზე აი ხა ცდილობენ რომ ბაიდენზე ამ ზელენსკის მაგიტო ჯერაფს არ ლაპარაკები რომ უნდათ რომ ბაიდენს დაადოს ხელი ხომ ოფიციალურად რომ აი ამან ვასწავლე რაღაცა ბაიდენ მაკრონი ესენი ყველანი გადაჯაჭულები არიან ერთმანეთთან მაგიტო ცდილობენ ეს ომი გაჭიან იმიტომ რომ ეს ომი რომ დასრულდება მაგათი პოლიტიკური მოღვაწეობაც დასრულდება მე ისე ვფიქრობ რომ ძალიან ხშირად შეტყობინებები შემოგვისხომე რომ ის რა ქვია რა უცხო ქვეყნებიდან ეხლა მე არ დავასახელებ შეგნებულად ევროპის ქვეყნებიდან და თუნდაც ამერიკიდან რომ რა ვიცი გისმენთ და თქვენ გენაცვალეთ და რაღაცა და იქ სტატისტიკა რო არის 20% რაღაც გიყურებს უცხოეთიდან ხო და ანუ ძალიან ამას რო ლაპარაკობ და ეს და მინდა რომ აი თუ სურვილი გექნება ჩავერთო და აქედან და ხო ხლები ეგ რა და მაგ ეგეც ძალიან დასაფიქრებელია და მე ვფიქრობ რომ ეგეც დავხვეწოთ რომ ანუ რავი ის ქართველი ადამიანი ვის მაგრამ ჩვენ ყავს ერთ საერთონასწორი ამერიკაში კაი კაცი არის და შეგვიძლია ეგეც ჩავერთოთ ხო რომ ჩაერთოს და ილაპარაკოს ანუ რა ხდება როგორ უყურებენ რატო უყურებენ რატო ხდება ყველა თავის ქვეყანას იცავს ყველა თავის სახელმწიფოს იცავს და პლუს გადმოგონდა და ჩვენ ეხა როგორც კოლონია აგერ კაცო აქ ჩვენ კი ესე უნდა ვიყოთ მაგრამ თქვენ ეგრე არ იყოთ მაგას გვეუბნებია და რა გონიათ მართლა ეხა ეგეთი გოიმები და ქაჯები რო ყოფილიყავით შენიას დაკამდე მოვახცევდით აქამდე ყველა ჩვენ გვიტევდა და ყველა ჩვენ გვეომებოდა და ყველა ეხთ რავი და ქართველები ეგვიპტეს იმაშვებოდნენ რა ქვია
მამლუქებს აბა, მამლუქები ეგვიპტეს მართავდნენ ბიჭო. მართავდნენ და რავი, ანუ რეებს შევოდნენ და ეხა გავიჩითეთ, ეხა ამათ გონიათ რომ ის და აი ნურას უკაცრავად და ვიღაცეებში არ შეგეშალოთ. რავი, თქვენ რო გონიათ, ეგრე არ არის და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა და როგორ და სად უნდა გავაკეთოთ და რანაირად უნდა გავაკეთოთ, მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ეს ხალხიც თუ რავი შემოუერთდება ამას და ყველა ერთაზე ვიქნებით ჩვენი მომრევი მართლა არავინ არ არის, იმიტომ რომ ტვინი რავი ჩვენ რო გვაქვს მართლა დაიყვეხოს ნებისმიერმა თამამად შეგვიძლია ეგ ვთქვათ. ხო, მანუ თამამად ვიძახი და რავი ეხლა თუ არასწორად გამოიყენე ეგ ტვინი, რავი მე ხო ხდები თუ არასწორად შეგვიძლია ბოროტულად გამოიყენო შეგვიძლია კარგად და მე ეხლა არ ტვინი აღარ იქნება მაღაზ ღირსება და არაფერი და სანამ გვაგდა სანამ გვიჭრის რავი ჩვენი ქვეყნისთვის რომ მივმართოთ და ჩვენი ქვეყნისთვის რომ ვიფიქროთ მგონია რომ ძალიან კაი იქნება. ეს წარმოიდგინე გერმანიაში ხა რა ხდება? გერმანია იყო მეოთხე ეკონომიკა მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო ომამდე. ეხლა წარმოიდგინე რა მდგომარეობაში არიან ეს სრული მე სრულად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტი არის რომ წარმოიდგინე რამოდენიმე ქალაქში, დრეზდენში, ჰანოვერში, შტუტგარტში, მაგდებურგში, ჰაიდელბერგში ახალი წლის განათებები ანუ სხვადასხვა მიზეზებია რა ზოგან იქ ბიუჯეტი შემცირდა ზოგან გრაფიკით ჩაირთვება ეს შუქების ახალწლად აი ბერლინში გერმანიის დედაქალაქში სრული დატვირთვით იქნება ეს განათებები მაგრამ საიდან იცის ფინანსები საიდან მოიძეს იცის სოციალური ქსელებიდან და ონლაინ პლატფორმებიდან ფული შეაგროვეს რომ გერმანიის დედაქალაქში განათებული იყოს საახალწლო ნათურებით განათებები იყოს ჩართული აი ამ მდგომარეობაში მე სულ ვიძახი ამას რომ აი ყველაზე მეტად და ეს მიზანიც ჰქონდათ რომ ამ ომში დაზარალებული იყო ევროპა რა თქმა უნდა რუსეთის უნდათ მაგრამ არ გამოუვიდა თავი და მოსახლეობაზე გადაწყდა მოსახლეობის გადასახდელი გაიჩნდა ის ვალები და ის რაღაცები რაც ეხლა მომენტ ვიღაცის ჯიბრში ამათმა თავებმა ამ ქვეყნების ანუ რა ძალიან მალე ასე ჩემი პირადი აზრი ახლა ამას ვერსაც ვერავინ ვერ წაიკითხავს მაგრამ დარწმუნებულია რომ მოიძიონ უკვე რაღაცები ხდება ჩვენ არ ვიცით თორე გაგიჟდება ეს ხალხი ბოლოს და რა მოვა გადაყარია არა ეგრეთ არის და რითი აშენებენ იცი რუსეთის ომით რუსეთი და ანუ რეალური პრობლემები უნდათ რომ ევროპელ ხალხს დაავიწყონ და შეაშინონ რაღაცა მოგონილით რომ აი ჩვენ ომი რუსეთი მალე დაგვარტყამს და რა დროს რეალურ პრობლემებზე განათებების ისა აი მოდი ამაზე ვისაუბროთ და არა და მაის ლავროვი გამოვიდა და ჩვენ ხელს მოვაწერთო ანუ თავდაუცხრელობაზე გარანტიას მოგცემთო და რომ არადოდა და პუტინმა 10000 ჯერ თქვი უკვეო ეშინიათ ანუ არ ვაპირებო არა რაში ასყავდა ხო მაგრამ ეს მაგას გეუბნები აი რეალური პრობლემები უნდა რომ როგორც ჩვენ აი ჩვენთან როგორც მართლა ეგ პრობლემა იყო ჩვენ მართლა ვიყავით ომის საშიშროებაში და ნუ ეს ხელის გულზე ჩანს ხო რა მდგომარეობაში ჩაგვაგდეს და როგორც ცდილობენ რომ ომში ჩავთვლიყავი და მაშინ ჩვენ ხალხმა კონსოლიდაცია ერი გავერთიანდით და დავივიწყეთ რაღაცეები ყველაფერი რაღაც პრობლემები ხო არსებობს ქვეყანაში ბევრი მაგრამ ეს დავივიწყეთ ხო ჩვენ და იმიტომ რომ რაღაცა ერთად გავერთეთ იქაც მაგას ოღონდ იქ ტყუილიც ცდილობენ მაგას რომ აი უთხრან რომ აი ხლა რა დროს პრობლემებია და რა დროს და რატო ხდება იცი რომ 4ჯერ და 5ჯერ ძვირად ყიდულობდნენ ნავთობს და გაზს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხო მაგაზია დამოკიდებული და მე უკვე პროდუქციაც ძვირდება და მე ის შუქის და ის ახლა გრაფიკებით თუ არიან რომ 4ჯერ და 5ჯერ მეტ ძვირს იხდიან. ტარიფები არის გაზრდილი. მაგიტომ ეხა ბიუჯეტს წინა ზამთარს კიდე მე ისა რა ქვია მაშინ შოლცი იყო მე კანცლერი. რო ისა რა ქვია გათფობეს და იმას ჩაუწიეთო. და სახშიო. და ჩვენთან როგორ ხდება წარმოვიდგინეთ ჩვენთან საშიშროება რუსეთი დაარტყავთ. მაგისი არ არსებობს და ხალხს აშინებენ რომ აი ხლა მოვლენ და რა დროს ეგ არის კაცო ეს თავი დავიცოთ ეგ მომენტი აბოლებენ ჩვენთან კიდე რამდენი მავნებელი არის რომ პირიქით იწევს ამ პროცესს რა რომ ანუ ეგ მოხდეს რა ანუ აი ეგ და თვითონ მე გაიქცეს სოროში დაიმალოს მე და შენ ჩავიცვათ ფორმა და დავდგეთ ავტომატები და თავი შევაკლათ და თვითონ ხელისუფლებაში მოვიდეს ეჭვიც არა ვისაც შეეპაროს რომ მაგას ვიზავთ ჩვენი ქვეყნისთვის და ესენი მე გამოვიდნენ და ჯერ ესენი რა უნდა გამოვიდნენ მე რა უკვე გამოსულებიც იქნებიან და გადასულებდნენ просто ანუ ტვინი სად არის ანუ ეს ქართველის ტვინია ეს სად არის მე რას ამიცი მე რამ ხელისუფლება დააბრაბებ მაგ ომს და გადაატრიალებენ
მაგრამ ვეღარ დააბრალებენ ეგომი თუ მოხდა ღმერთმა არქნას და რავი რა მართლა ღმერთმა არქნას რამე ომში საქართველოს როდისმე ჩაებას მაგიტომაც არ მინდა რაღაც ეგეთ გაერთიანებაში საქართველოს შესვლა რომ ჩვენ არ ვართ ეს საომარი ქვეყანა და არც მაგდენი ხალხი არ ვყავს რა რომ ომებში დავკარგო და რას დავკარგეთ ისიც გვეყოს და რავი ნათელი მაგაც სულს მაგრამ ეხა პირიქით რა ანუ ჩვენ უნდა ნეიტრალიტეტი არის ჩვენთვის ყველაზე იდეალური გამოსავალი აუცილებლად და გვაქვს მაგის შესაძლებლობა ამ მომმაც აჩვენა შეგვიძლია რომ ეგ მდგომარეობა შეუქმნა ჩვენ ქვეყანას კი და პლუს ამას კიდე რამდენი იყო რომ რავი რამდენი ქვეყანის ომებში ვიომეთ კიდე იმით რომ ჩვენი ქვეყანა რომ ნატოს ომებში უხდი და ხელფას დააფინანსებდა ჩვენივე ჯარისკაცებს რომ რისკის ქვეშ ყავდათ ყოველ წამს დაყენებული რომ რავი და რამდენი ბიჭი ალბათ აღარ არის ცოცხალი მაგის გამო მაგამბების გამო ამერიკის მეორე ვარ twins კონტინგენტი ყველაზე მეტი ყავს გაშვებული არა ნატოს წევრ ქვეყანას ხო და აღარ არის ლატვია ლიტვა და ესენი ხო ნატოს წევრი ქვეყნები არიან და 100 კაცი და 40 კაცი და აი ესე რაოდენობები მონაწილეობდნენ ნატოს ომებში ჩვენ სხვის ომში ვიღებდით მონაწილეობას და რითი დაგვიფასდა დაგვიფასდა თავიდანვე ბოჭი რატო უნდა მივიღოთ კაცო არა კაი სიტყვაზე ხო მივიღე ეს ხო დაგიფასდეს ხო ლოგიკურად ხო შენ რაღაც სხვის ომში ომობ ეს ხო უნდა დაგიფასდეს ჩვენ დაგვიფასდა იმით რომ აგერ ცდილობენ ჩვენ ქვეყანა გადაატრიალოს კი მე ვფიქრობ რომ საქართველოს არც ერთი სიცოცხლის და სიკვდილის აი გასაყარზე დასაყენებელი შვილი არ ყავს რა და ყველა თითოეულ ადამიანს ძალიან მაგრამ უნდა გაუფრთხილდეთ ხო ეგ არის და უკრაინაში ხარ რო იყო არ მახსოვს სტატისტიკა რამდენი იყო ქვეყანას არ დაუყენებია მაგრამ არა ხო და არა ხო მაგრამ რატო უნდა გარდაიცვალოს ქართული ხალხი მაგას არა რა თქმა უნდა მე რა თქმა უნდა ვიცი რომ ეხლა რაღაც სიტუაციაში ისეთში ქვეყანამ შეიყვანოს მივხვდი რომ ეგ მოხდეს რავი არ უნდა მოხდეს არა რა თქმა უნდა მაგას გულისხმობ თორე რავი რამდენი ბიჭი იქნებოდა მართლა აი რავი ვინაც უკრაინაში რამდენი ჩვენი ახლობელი და ჩვენი მეგობრების ოჯახის წევრები დაიღუპნენ, აი მართლა ნათელი კიდე მაგაც სულს რომ აი ესე, მაგრამ აი რატო პროსტა ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს გვჭირდება ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთმანეთის პატივისცემა, გვერდზე გადადება ამ საშინელებების და საზიზღრობების რაც იყო და ყველა ჩვენ მზად ვართ რომ ეგენი დავივიწყოთ და ვაფშე აღარ გავიხსენოთ, მიხდი, მაგრამ თვითონვე ვინც მავნებელია ზუსტად ისე წინააღმდეგება ამას ხვდები რა რავი ის იმედად არ ვიცი მაგრამ რავი ჩვენ ქართველებს გვჭირდება ერთად დგომა და ჩვენი ქვეყნისთვის გაერთიანება შეიძლება ერთმანეთი არ მოგწონდეს პირადულად მაგრამ როცა თემა ეხება ჩვენ ქვეყანას ყველა ერთად უნდა დაუდგეთ რა 100%-იანი რავი არავის საშუალებას არ მივიცემთ ეხლა რაღაცა ჩვენი ქვეყანა რამეთ გადააქციოს პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა მაგას არ იზავს და რავი მე ვფიქრობ რომ ეს რაღაცა თითოეულა რაღაცა ჯგუფებად დაყოფილი ადამიანები ხვდები პირიქით ბევრად უფრო ცუდს აკეთებენ ქვეყნისთვის და რავი დაშლილად უფრო მაქელაძალა არ ვართ ვიდრე ერთად რო ვიდგეთ და ერთმანეთს მოусმინოთ და დავივიწყოთ ეს რავი ეს რაღაცა განუკითხაობა და იმის მაგივრად ბიჭო რომ ეს ხდებოდეს ამ იმ საზიზღარმა იმან რა ქვია BBC-მ შემოაგდო აი მინა შემოაგდო თემა და ესენი საყვენ აი გულით ვაცხადებ რომ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებაც კი არ გაგვეხარდება არავის პირიქით გვერდში დაუდგებით და სახელმწიფოს გვერდში დაუდგება რომ უმკურნალოს თუ რამე აქვს დაზიანებული მაგრამ უნდა დაუდგეს უბრალოდ რავი მაგრამ ვინ ეხლა რა ის მართლა კოლელები ვართ და ისინი ვართ სადისტები ვართ რა მე ეგეთი ფაქტები არ მახსენდება ბიჭო სრული აბსურდი რა ეხლა ადამიანს ერთი წლის მერე ეხლა ვიღაც ბუმბულები გაქვს რა ძმობას გაფიცებ და ვიღაცის სკამი ეხლა შარშან გაკეთებდა დეფორმირდა რა ეხლა მართლა თავის გულებში ჩაიხედონ და წამლავენ და იმას იზამენ კაი გამოძიება ჩატარდა უკვე არასდროს კამიტი ჩვენ ხელისუფლება არც მიშაზროს არც კამიტი აღარ სვაბარო ზოგადად კიდე ხვალ და ოფიციალურად რომ არანაირი საერთოდ ესეთ მსგავსი რაღაცა და რაც გამოიყენეს აქციების დაშლის დროს ეს არის ამას ყველა იყენებს ევროპაშიც ყველა იყენებს ამ ნივთიერებას ასევე ჩვენთან GPS-ში ანუ საფრთხო ქსელებშიც არის ეს ყველაფერი და ანუ დაშვებული იყო ყველანაირი ნორმების ფარგლებში რაც გამოიყენეს არაფერი არ იყო კანონის საწინააღმდეგო ეს გამოძიება დაადგინა და ანუ წარმოიდგინე რა მასშტაბის თაღლითობასთან
ქონდა საქმე. მაგრამ რა თქმა უნდა, შეხო უკვე ხახო ყველაფერის აი BBC-ს ადრე შეება ვიღაცის ავტორიტეტ ყოფილიყო, მაგრამ ეხა დაცინიან ბიჭო. ეხა უკვე იციან რომ სრული აბსურდია რა ეგ რა. რა ვინმე დასასრულისკენ წავიდეთ. მგონია რაღაცა ნაყოფიერი ისეთი გადაცემა იყო რა, ბევრმა უნდა გაიაზროს ზუსტად ის პატივისცემა, რასაც მოვითხოვთ, რომ პატივიცეთ ერთმანეთს და გავიაზროთ. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ სწორად გაიგოთ ჩვენი ნათქვამი, არავის არანაირი ცუდი ტონით არ მოუწოდებთ, უბრალოდ თხოვნით მოგმართავთ, რომ გაგებით მოეკიდოთ ჩვენ გადაცემებსაც და უფრო მეტად გაანალიზოთ, რას ვიძახით და რატო ვიძახით და თუ თქვენ რამე ვინმეს არ მოგეწონება, თქვენი აზრი კიდე, რავი, ან დააფიქსირეთ ზდილობის და რავი, ჩარჩოების ფარგლებში, ან კიდე საერთოდ უნდა დააფიქსირებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეგრე ზოგადად სხვის იმაში შეჭრა რა. დიდი მადლობა ჩვენ მართლა გულმხურვალე მსმენელებს და მაყურებლებს და რავი, აი მართლა რა ქვია მაგას, რომ არის შურებენ კარგ კომენტარებს და თბილ სიტყვებს და რავი იმებს და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ხალხო, თქვენ გვაძლევთ იმ мотиваციას, რომ რავი ესენი ვილაპარაკოთ გულით და ძალიან მიხარია რომ რაღაც საერთო აზრი გვაქვს და თქვენ გულში რაც გაქვთ მაგ სათქმელსაც ვიძახით და სულ ეგრე გავაგრძელებთ მოკლედ მაგის თქმა მინდა რა და კი თორნიკე დიდი მადლობა შენ მადლობა შენ ჩემო კარგი გადაცემა გამოვიდა კარგად ვზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე მადლობა რომ გვისმენდით დროებით მადლობა ნახვამდის